ეს უცნაურად ჭირს, მაგრამ მომისმინეთ, როცა საშუალო სკოლაში ვიყავი, იყო ერთი ბიჭი, რომელიც ყველას ეუბნებოდა, რომ დემონი იყო. არ მინდა მისი სახელის დაწერაც კი, მიზეზებს კი მალევე მიხვდებით. უბრალოდ ლუკა დავარქვათ, თუმცა მისი სახელი შექსპირის პიესიდან იყო ამოღებული. ის ძალიან უცნაური იყო და ისეთი ცარიელი მზერით დადიოდა, რომ მასწავლებლებიც კი უხერხულად გრძნობდნენ თავს. ის ყოველთვის ერთსა და იმავე ნაცრისფერ კაპიშონიან ჟაკეტს ატარებდა. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს იბანდა, რადგან საშინლად ყარდა. საშუალო სიმაღლისა და საკმაოდ ჩვეულებრივი გარეგნობის იყო, თუმცა ამის გაგება რთული იყო, რადგან კაპიშონი ყოველთვის თავზე ეხურა. არასდროს იხსნიდა სათვალეებს, თუნდაც შენობაში ყოფილიყო, ან მასწავლებელს შენიშვნა მიეცა. საბოლოოდ მასწავლებლებსაც მობესრდათ მისთვის შენიშვნის მიცემა, რადგან მას მაინც არასდროს ესმოდა. ახლა იწყება უცნაური რაღაცეები. მას არ ჰყავდა მეგობრები, მაგრამ ჰქონდა უცნაური ტენდენცია, რომ ხალხი შვილად უნდა აეყვანა. ეს ნიშნავს, რომ თუ მოეწონებოდით, ერთ დღეს ის მოგიახლოვდებოდა და გეტყოდათ, შვილად აგიყვანე. რაც ნიშნავდა იმას, რომ მისი წრის ნაწილი იყავით. თუმცა მას დიდად არ მოსწონდა ხალხი, ამიტომაც ბევრი ადამიანი არ იყო ეგრეთ წოდებული შვილად აყვანილი. სამწუხაროდ მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ალბათ იმიტომ, რომ შეყვარებული იყო ჩემზე. თუმცა არც ჩვენგანს არ სჯეროდა მისი დემონური ისტორიების და ყველა უბრალოდ ფიქრობდა, რომ პრობლემური ბავშვი იყო, რაც სრული სიმართლე იყო. ალბათ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა ქუთაისში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. კიდევ ერთი გოგონა, სახელად ესმერალდა, რომელთანაც მეგობრობდი, ასევე შვილად იყო აყვანილი. ლუკას სიყვარული მის მიმართ აშკარად უფრო მეტი იყო და ყველა ჩვენმა მეგობარმა იცოდა ეს. ერთ დღეს მე და ჩემი მეგობრები ვისხედით საშუალო სკოლის უკან. უბრალოდ დროს ვკლავდით, ღმერთმაიცის რეებზე ვლაპარაკობდით. იქ ვიყავით მე, ესმერალდა, სალომე და გიორგი. ზუსტად არ მახსოვს, როგორ მოხდა, მაგრამ საუბრის თემა გადავიდა იმაზე, თუ როგორ შეუყვარდა ლუკას ესმერალდა. ყველანი ვიცინოდით და ესმერალდა აშკარად შერცხვენილი იყო. ლუკა მისი ზედმეტ სახელი იყო, რადგან მისი ნამდვილი სახელი თქმა ძალიან რთული იყო. ერთ მომენტში სალომემ ლუკას ნამდვილი სახელი გამოიყენა. როცა მესამედ თქვა, ვფიცა ვარ ჩემს სიცოცხლეს, რომ ლუკა არსაიდა გამოჩნდა ბეისბოლის ბიტით ხელში. მისმა გამოჩენამ არ შეგვაშინა, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი რამ, რაც კი ოდესმე მინახავს. სწრაფად შევწყვეტეთ საუბარი, რადგან ვნერვიულობდით, რომ შეიძლება გაიგო ჩვენი საუბარი მასზე. თუმცა მან არაფერი თქვა, ის უბრალოდ მიყურებდა. ოდნავ ხელი დაუქნია, მან კი თავი დამიქნია და წავიდა. მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ წავიდა, 4-ვე სიცილია გვიტყდა, რადგან სასაცილოდ მოგვეჩვენა, თუმცა შინაგანად ცოტა შეშინებული ვიყავი. შემდეგი შემთხვევა, რაც მახსოვს, გაცილებით საშინელი იყო და შეუძლებელი იყო მასზე გვეცინა. სალომეს სახლში ვიყავი და ორივე მის ოთახში ვისხედით. მისი მშობლები სახლში იყვნენ. არ ვარ დარწმუნებული, რაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ისევ ლუკას სახელი სამჯერ ვახსენეთ. 10 წუთიც არ იყო გასული, რომ სალომეს შემოსასვლელ კართან ხმაური მოგვესმა. დაბნეულებით ჩავიდით ქვემოთ, რომ გვენახა, რომელიმე ჩვენმა მეგობარმა ხომ არ გადაწყვიტა მოსვლა. სალომესთან ყველა მეგობრობდა, მისი მშობლები ძალიან კარგი ხასიათისები იყვნენ, ამიტომაც ხალხი გამუდმებით მიდიოდა და მოდიოდა მის სახლში. სალომეს დედამ კართან მისვლა მიგვასწრო, როცა მის საღებ ოთახში შევდით, შოკში ჩავარდით, როდესაც ლუკა დავინახეთ, რომელიც უბრალოდ იდგა და სალომეს დედას ესაუბრებოდა. დედამ ჰკითხა, აქ რას აკეთებ? რაზეც მან სიტყვით უპასუხა, გამომიძახეს. სალომეს დედა ცოტა ხნით ესაუბრებოდა, სანამ თავაზიანად სთხოვდა წასულიყო. მიზეზი, რის გამოც დედამის არ გაუკვირდა მისი სახლში ვიზიტი, იყო ის, რომ სალომეს დედა რეალურად იცნობდა ლუკას, რადგან ის მისი მომვლელი იყო. აი, სალომე და მე არ ვიყავით მშვიდად ამ სიტუაციის გამო. როდესაც კიბეებზე ავედით, შეშინებული სახეებით ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად საშინელი იყო ეს ყველაფერი. რამდენიმე წუთის შემდეგ დავაკავშირეთ ეს ორი მოვლენა. ის ჩნდებოდა მაშინ, როცა მის სახელს სამჯერ წარმოთქვამდით. ვიცი, რამდენად სასაცილო ჟღერს, მაგრამ ორივე ვიხილეთ ორი ამოუხსნელი მოვლენა და ვიცოდით ლუკას ისტორია იმის შესახებ, რომ ის დემონი იყო. როგორ შეიძლება სხვაგვარად იმის ახსნა, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა. მეორე დღეს ყველა ჩვენ მეგობარს ვუამბეთ ამ შემთხვევის შესახებ და ყველამ დაიფიცა, რომ მის სახელს სამჯერ აღარასდროს აღარ ვახსენებთ. რამდენიმე თვის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა და დავიწყე ფიქრი, რომ შეიძლება გადამეტებული რეაქცია მქონდა. ეს მანამ, სანამ ერთ დღეს ჩემი იგივე მეგობრების ჯგუფი მეორე მეგობრის, ჯონის სახლში შევიკრიბეთ.
მის უკანა ვერანდაზე ვისხედით, როცა საუბრის თემა ისევ ლუკას შეეხო. ყველა ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ჯონის არ სჯეროდა ის, რაც ვუთხარით ლუკას შესახებ. ის მაინც სკეპტიკურად იყო განწყობილი. თავისი ურწმუნობის გამო სახატად მან ხუმრობით სამჯერ გამოიყენა ლუკას სახელი. ჩვენ და გასაკვირად, როცა არაფერი მოხდა, ჯონის გაეღიმა და გვითხრა, რომ სულელები ვიყავით, რომ ასეთი სისულელეების გვჯეროდა. შინაგანად ჩვება ვიგრძენი, რომ ლუკა არ გამოჩენილა, თუმცა ნაადრევად გავიხარე, რადგან რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკა ჯონის ეზოს ღობეზე გადმოხდა. ჯონიმ პირველმა შეამჩნია და საუბარი შუაწინადადებაში შეწყვიტა. დანარჩენებაც მივბაძეთ და ჩუმად ვიყავით, რადგან ვნერვიულობდით იმაზე, თუ რას გააკეთებდა ლუკა ამჯერად. ვუყურებდით, როგორ გვიყურებდა რამდენიმე წამის განმავლობაში, სანამ ისევ ღობეზე არ გადახტებოდა და მხედველობიდან არ გაქრებოდა. ჯონი პანიკაში ჩავარდა და დაგვადანაშაულა, რომ ლუკასთან შეკრულები ვიყავით მის შესაშინებლად. არადა რეალურად ვეხვეწებოდით, რომ მისი სახელი სამჯერ არ ეთქვა. ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით, სანამ ჯონიმ საბოლოოდ არ გვითხრა, რომ წავსულიყავით მისი სახლიდან. აშკარად ძალიან შეშინებული იყო ამ შემთხვევით. ბოლო გამოცდილება, რაც ლუკასთან დაკავშირებით ჰქონდა, ნამდვილად ყველაზე საშინელი და შემაშფოთებელი იყო. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ვიგრძენი, რომ ჩემი სიცოცხლე შეიძლებოდა რეალურად საფრთხეში ყოფილიყო. ჯონის სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა. ერთ ღამეს მარტო ვიყავი სახლში. ჩემი მშობლები სახლში მარტო იშვიათად ვტოვებდნენ. ამიტომაც გადავწყვიტე ეს სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ გამომეყენებინა და მეგობარი ბიჭი დავპატიჟე, ვისთანაც ვისაუბრებდი. ის ერთი იდიოტი ბიჭი იყო, მაგრამ იმას სახლში თითქმის ყველა ასეთი იყო. ჩემს ოთახში ვისხედი და გარეთ მსუბუქად წვიმდა. საუბრის დროს მან ლუკა ახსენა, თუმცა მალევე შეამჩნია, რომ მის სახელის გაგონებაზე დავიძაბე. დაიბნა, ამიტომ ავუხსენი სიტუაცია, თუმცა მას სიცილი აუწყდა და მითხრა, რომ ლუკას სახით იტყოდა ჩემს შესაშინებლად. ვეხვეწებოდი, ეს არ გაეკეთებინა, თუმცა მაინც თქვა. ამჯერად მან არა მხოლოდ თქვა, არამედ სიტყვით სამჯერ იმკვირა ლუკას სახელი. ამ შემთხვევაში დაგვიანება არ ყოფილა. იმ მომენტში, როდესაც ყვირილი დაასრულა, გავიგე როგორ გაძლიერდა წვიმა. რამდენიმე წამის შემდეგ ძლიერად გაიელვა. ბიჭი, ვისთანაც ერთად ვიყავი, ეთქვოდა, რომ ნანობდა და მითხრა, რომ ეს ალბათ უბრალოდ დამთხოვა იყო. ერთი კარგად შევაგინე და ფანჯარასთან მივარდი ქარიშხლის სანახავად. ქვემოთ ჩემს სადარბაზოსკენ გავიხედე და ვიყვირე, როცა დავინახე ადამიანის სილუეტი, რომელიც ჩემს ფანჯარას უყურებდა. ძალიან ბნელოდა, თუმცა 99% დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ლუკა იყო. ჟალუზები დაუხურე და ქვემოთ გავარდი, რომ ყველა კარი ჩამეკეტა. უკანა კარის ჩაკეტვის შემდეგ ისევ დავინახე ადამიანი, მხოლოდ ამჯერად ის უმოძრაოდ იდგა ჩემს წინა ეზოში. პანიკური შეტევა მქონდა. ვიცოდი, რომ ლუკა ჩემს სახლში შემოსასვლელ გზას იპოვიდა. ყვირილი დავიწყდა და გამუდმებით ვიმეორებდი. შვილად ვარაყვანილი. იმის იმედი მქონდა, რომ ეს რაიმე შედეგს გამოიღებდა. ბიჭი, ვისთან ერთადაც ვიყავი, რამდენიმე წამის შემდეგ ქვემოთ ჩამოვიდა და სამზერულოს იატაკიდან ამიყვანა, რათა დავემშვიდებინე. ისევ გავიხედე ფანჯრიდან და წასული იყო. მეორე დილით, მას შემდეგ რაც მეგობარი ბიჭი წავიდა, გავედი ეზოს შესამოწმებლად. ეზოს შორეულ კუთხეში საზარელი რამ ვიპოვე. ეს იყო ლუკას კაპიშონიანის ჟაკეტი და მასში გახვეული იყო ჩემი რამდენიმე ნივთი, რომლებიც აქამდე დაკარგული მეგონა. ჩემი მშობლები კიდევ ერთი დღით იყვნენ წასულები და ძალიან შემეშინდა. გადავწყვიტე, რომ მეორე დღეს სკოლის შემდეგ ჩემს მშობლებს ვაჩვენებდი იმას, რაც ვიპოვე და ისინი იზრუნებდნენ დანარჩენზე. თუმცა ეს არ დამჭირვებია. მეორე დღეს ლუკა არ გამოჩენილა სკოლაში, არც მესამე დღეს. არც ერთ ჩვენგანს არსად უნახავს ის და არც არავინ იცის რა დაემართა. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ამ ისტორიის ოდნავადაც არ შეეშინდეს, მაგრამ არ ვიცი სხვაგან სად უნდა დავწერო ჩემი ეს საშინელი ისტორია. სკოლაში რამდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ლუკა დაიჭირეს, როცა ის იმალებოდა და უსმენდა მათ საუბარს. შეიძლება ამით აიხსნას ის ფაქტი, თუ როგორ შეეძლო მოულოდნელად გამოჩინა, როდესაც მის სახელს ახსენებდნენ. როცა უკვე წლები გავიდა და ვიხსენებ ამ ისტორიას, ყველაზე ლოგიკურია ახსნა არის ის, რომ ლუკა უბრალოდ ფსიქოლოგიურად დაავადებული სტალკერი იყო, რომელიც მე და შესაძლოა სხვა გოგოებსაც გვითვალთვალებდა. ამიტომაც შეეძლო ყოველთვის გამოჩინა, როდესაც მის სახელს ახსენებდნენ. მაშინებს იმის წარმოდგენ, რომ ყველგან დამყვებოდა და მისმენდა. ახლა არც კი მინდა ვიფიქრო, თუ სად არის ან რას აკეთებს.